კამპანია ეს შენ გეხება განახლდა ის სამჯერად უკანონო მოსმენების წინააღმდეგ დაიწყება. კამპანიაში ჩართულია თითქმის ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი მოითხოვენ შეიცვალოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. კამპანიის პრეზენტაციას აშუქებს ჩვენი ჟურნალისტი და ნანუკა იორდანიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნანუკა, რას ამბობენ ორგანიზატორები, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური კვლავ? ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ, ეს არის განახლებული ლოზუნგი, რომელთაც კამპანია ეს შენ გეხება განახლებს საკუთარ მუშაობას. როგორც ამ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომ შესაძლებელია ერთდროულად 21,000 აბონენტის მოსმენა, ასევე მათი შეტყობინებების დაკითხვა და მათივე ადგილსამყოფელის დადგენა. ისინი ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის შეზღუდული, შესაბამისად აუცილებელია იმ საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება, რომელიც ადამიანებს უკანონო მოსმენებისგან დაიცავს. არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ქვია მიყურადება და თვალთვალი და ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინგადადგმული ნაბიჯები. დღესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი გვისმენენ, მათ შეუძლიათ მოусმინონ სურვილის შემთხვევაში დაახლოებით 21,000 ადამიანს და ან იმაზე მეც და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა მიზანი იქნება კანონმდებლობის გაუმჯობესება ამ სფეროში, იმისთვის რომ გარანტიები შეიქმნას მომავალში პირადი ცხოვრების რეალური ხელშეუხებლობისთვის, პრაქტიკის გაუმჯობესება და მისი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ერთი დიდი თვალის ქვეშ და რამოდენად არ მინდა მე რომ ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს დემოკრატიული და ამ ქვეყანაში ვიღაცები უთვალთვალებდნენ ვიღაცებს. კამპანიის ორგანიზატორები ითხოვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით აქციების და კონფერენციების მოწყობას გეგმავენ. მადლობა ნანუკა, განახლებული კამპანიის შესახებ ნანუკა იორდანიშვილი